სანამ აქ მოვიდოდი, NVIDIA-ს დამფუძნებლის ჯენსენ ჰუანგის ერთ-ერთი ინტერვიუ გამახსენდა, სადაც ამბობს, რომ მომდევნო წლების განმავლობაში ელექტრიკოსებზე, სანტექნიკოსებზე და დურგლებზე მოთხოვნა განსაკუთრებულად გაიზრდება და სხვათა შორის ეს პროფესიები არ დაკარგავენ აქტუალობას არც ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში. პირიქით, მათი მოთხოვნა და მათ საჭიროება კიდევ უფრო გაიზრდება დატა ცენტრების მშენებლობების აუცილებლობიდან გამომდინარე. ხო და სხვათა შორის ჯენსენ ჰუანგი იმასაც ამბობს, რომ იმ ახალგაზრდებმა, რომლებიც ახლა პროფესიული არჩევანის წინაშე დგანან, აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ეს გარემოებები. რა შუაში ახლა ეს ამბავი და რა შუაშია დღევანდელი ჩვენი სიუჟეტი ამ ამბავთან. დღეს კომპანია Xeron-ს სტუმრობთ, სადაც მოგიყვებით პროფესია ელექტრიკოსზე, რას ნიშნავს ეს პროფესია, რატომ არის ასეთი მოთხოვნადი, მნიშვნელოვანი და რა როლი აქვს მას ყოველდღიურობაში. უნდა გითხრათ ისიც, რომ დღეს Xeron-ს სტუმრობთ მშენებლობისა და ინჟინერიის დარგობრივი უნარების ორგანიზაციის ინიციატივით. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში პროფესიული განათლების პოპულარიზაციას უწყობს ხელს და ყველა ინიციატივა, რაც ორგანიზაციის მიერ ხორციელდება, მიმართულია იმისკენ, რომ მოხდეს პოპულარიზაცია პროფესიული განათლების და ასევე სამშენებლო სექტორში არსებული კვალიფიციური კადრების დეფიციტის პრობლემის აღმოსაფხვრელად. გამარჯობა. იქამდე სანამ ელექტრიკოსის ერთ სამუშაოს დღეს დავაკვირდებოდით, Xeron-ის ინჟინერს შევხვდით, რომელმაც დეტალურად მოგვიყვება თუ რა როლი აქვს ელექტრიკოს ნებისმიერი სამშენებლო პროექტის განხორციელებაში. მანამდე კი გეტყვით, რომ Xeron-ი მზარდი საინჟინრო კომპანიაა, რომელიც ელექტრომექანიკური საინჟინრო სისტემების პროექტირებასა და მონტაჟს ახორციელებს. როგორც კომპანიაში ამბობენ, ისინი აქტიურად უჭერენ მხარს პროფესიული განათლების განვითარებას და ახალგაზრდების პროფესიულ წინსვლას. Xeron-ის ინჟინერთან ერთად უკვე ერთ-ერთ დეველოპერულ პროექტზე გადავინაცვლეთ, სადაც რეალობაში ვიხილეთ ის როლი, რომელიც ელექტრიკოს ნებისმიერი პროექტის განხორციელების პროცესში აქვს. ელექტრიკოსი აუცილებლად უნდა იყოს კვალიფიციური, რომ სწორად და გამართულად აღწყოს ქსელი. სწორად გაკეთებული ელექტროობა არის გარანტი უსაფრთხო საცხოვრებელი პირობები. ელექტრიკოსის სამშენებლო თუ სარემონტო პროექტის ცენტრალური ფიგურაა, რადგან სწორედ ის უზრუნველყოფს ობიექტის სასიცოცხლო ძალას, ელექტრომომარაგებას. მისი როლი მოიცავს არა მხოლოდ ელექტროგაყვანილობის განათების სისტემების დამცავი დანადგარებისა და სხვა ელექტრომოწყობილობების ზუსტ და სტანდარტების შესაბამის მონტაჟს, არამედ ელექტრომომარაგების სისტემის გეგმარებასა და ოპტიმიზაციას მთელი პროექტის განმავლობაში. უპირველესად ელექტრიკოსი პასუხისმგებელია უსაფრთხოების ნორმების მკაცრ დაცვაზე, რადგან არასწორად დამონტაჟებული სისტემა ხანძრისა და დაზიანების მიზეზი შეიძლება გახდეს. შესაბამისად, ელექტრიკოსი არის ის რგოლი, რომელიც პროექტს ფუნქციურობას, ეფექტიანობას და უსაფრთხოებას ანიჭებს. ეს პროფესია მოთხოვნას სამ პერსპექტივაში არა მხოლოდ შეინარჩუნებს, არამედ გაიზრდება კიდეც, იმიტომ რომ რეალურად ვხედავთ, რომ ზოგადად ადამიანები ჩვენი ცხოვრების ძალიან დიდ ნაწილს ვატარებთ შენობებში, სადაც მნიშვნელოვანია კომფორტი და უსაფრთხოება. სწორედ ელექტრიკოსების პასუხისმგებლობაა, რომ სისტემები შეასრულონ ისე, რომ იყოს უსაფრთხო და იყოს გამართული. შესაბამისად, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ მშენებლობის პროცესი ვითარდება კიდევ უფრო მეტად, ურბანიზაცია არის პროცესი, სადაც კიდევ უფრო მეტ ახალ შენობას ვხვდებით, ქალაქები იზრდება, გვაქვს უფრო მეტი შენობა, შესაბამისად, ელექტრიკოსები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ სწორედ ამ შენობებში ელექტრული სისტემების გამართვის პროცესში. გარდა ამისა, ანაზღაურების ნაწილიც საკმაოდ კონკურენტულია, რადგან საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეა და ეს არის ისეთი რამ, რაც ყველამ შეიძლება გააკეთოს. პროფესია ელექტრიკოსი აქტუალობას არასდროს დაკარგავს და პირიქით მასზე მოთხოვნა მომდევნო წლების განმავლობაში კიდევ უფრო გაიზრდება. ეს არის სპეციალისტების შეფასება. სფეროს პროფესიონალები ასევე ამბობენ, რომ გლობალური ტენდენციის საპასუხოდ მნიშვნელოვანია პროფესიული განათლების როლი, რომლის დახმარებითაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ მოთხოვნად და მაღალ ანაზღაურებად პროფესიებს დაეუფლონ. ბავშვობიდან მაინტერესებდა ეს სფერო და სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ელექტრომექანიკის ფაკულტეტზე. სწავლის დროს თეორიულად ვისწავლე ეს ყველაფერი, რასაც დღეს პრაქტიკაში ვიღებ. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანი მუშაობდეს თავისი პროფესიით, რადგან მაქსიმალურად გამოავლინოს თავისი პროფესიონალიზმი.
გლობალური პროგნოზი და ლოკალური გამოცდილება ადასტურებს, რომ თანამედროვე შრომით ბაზარზე პროფესია ელექტრიკოსი მუდმივად მოთხოვნადი იქნება. პროცესში კი პროფესიული განათლების მხარდაჭერა გადამწყვეტია, რათა ახალგაზრდებმა მოთხოვნადი მაღალანაზღაურებადი საქმე შეისწავლონ, სამომავლოდ კი წვლილი შეიტანონ ინფრასტრუქტურის მდგრად განვითარებაში.